მოკლედ ჩვენი სტუმარი გახლავთ მეგა შოუს ნიჭიერი ადამიანი გთხოვთ მივესალმოთ ნინი ორგოშნელი ჩემო ნინი, ჩემო საყვარელო უკვე რა ვიცი, მე რამდენად ხარ ჩვენთან მეორედ, ხო? მეორედ არის უკვე სტუმრად. ჯერ პირველ რიგში მინდა რა კარგად იყო შერჩეული ეს მელოდია, რომ შემოვიდეს ეს ქართული ფილმ ყველას გახსოვს კარგად კეთინო. როგორ გამეხარდა რომ ბიჭებმა ასე შერჩიეს? რატო აბნევ ბავშვს? აი რატო? არა. რახან კახელია პირდაპირ დაიწყე შეტევა? არა, კაცო, ზოგადად აღნიშნე, კაცო, ბავშვთან რა. აბა მითხარი ეხლა, სადამდე მივედით ჩვენ 25-დან იწყება ახალი ლაივები, მინდა ჩვენს ტელემაყურებელს უთხრა. ნიჭიერის ლაივები იწყება 25-დან, ხო? დიახ. ხო, ასე. მანამდე კი, რა თქმა უნდა, გადის გამეორებები, ხო და მაყურებელს გვინდა გითხრათ, გამცნოთ, რომ დღევანდელი განაცემა გამეორება არ არის. კიდე ყავდა ერთხელ, მაგრამ დღეს მეორედ არის ჩვენი სტუმარი ნინი. აბა, ასია ჩემო კარგო. და ნინი რა მინდა რომ გითხრა, ახლა შენ პირველივე ნახევარფინალში გამოდიხარ, ხო? დიახ. ანუ პირველივე შეგან. და მომზადებული გაქვს უკვე ნომერი? დიახ. და რა ნომერი არის რომ ვიცოდეთ? მოდი სამშაბათს ნახოთ რა ნომერიც. აი მე აბრაერი სტუმარი ზოგადად ჩვენ გადაცემაში არ გყოლია რა. კითხვას რა დასვამს და 5 დღის მერე ვარ პასუხი. ეს ახლა მაინტერესებდა. კარგი, მე ჩვენ კი გვეტყვის, მაგრამ ხანო ხალხისთვის სურპრიზად დავყავთ. ესე იგი, მაინც ჩვენ ხაზი უნდა გაუსვათ, ჩემო უძვირფასესო ადამიანო. ჩვენ ეხლა მაყურებელს მიხვდა, შენ ძალიან კარგად ხვდები, რომ მე და ნიკოლოზი ვართ შენი გულშემატკივრები. და გვინდა ძალიან წარმატება გისურვოთ და სამშაბათს აუცილებლად უნდა დაველოდოთ ნიჭიერს და არა მარტო სამშაბათს, მაგრამ სამშაბათს იწყება ლაივები და რაც, რა ვიცი, ხა მე მგონი ისე არ გამოგვია, ხო იცი, ამ არხზე მუშაობენ და აბა რა სიტყვიან. ყველა მეგა პროექტები გვახსოვს, ჩვენ რა თქმა უნდა თამაშდება ხოლმე ბინა, ერთი ბინა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში თამაშდება ორი ბინა, ხალხო, ნიჭიერში თამაშდება ორი ბინა, აპლოდისმენტებით ხო ეს ამბავ. ორი ბინა და მე შენ გისურვებ, რომ მე და ნიკოლოზი ვსაუბრობდით რაღაცაზე შენთან დაკავშირებით და რა უსურვო შენ ნიკოლოზმა თქვა კარგი რამე და თვითონ გეტყვი. რა უსურვო და უნდა მოიგოს ნინი ორივე ბინა. აბა ერთში იცხოვრებს, მეორეს გააქირებს ამოცება და იქნება თავისთვის. ჩვენ გისურვებთ ყოველ შემთხვევაში ამას. ისე პატარა რა კარგია ორი ბინა, ძალიან მომეწონა. საჩვერო პროექტია, მაგრამ დაგვაგვიანდა უბრალოდ რო გავსულიყავით. ეხლა ხო გვაქვს ის ნომერი, რო ვიხდით პიჯაკებს. რას ველაპარაკებით, ჯერ მარტო ნახვები ექნება. უბრალოდ ძველი ცეკვა break dance. და აღარ გამოდის. ბოლო შპაგატები და აბიტუს და იმას არ უხდებათ, რომ მე შემოვალთ და დავანგრეთ. აი ახლა ამ ეტაპზე კაი ნინის დაუცხოთ რა, არ წავართ. მოკლედ არ ვიცი რა, დიდი მადლობა უნდა უთხრა პროექტის შემქმნელებს და რა თქმა უნდა ჩვენს უძვირფასეს ადამიანებს, რომლებიც წყვეტავენ ბევრ რამეს ამ ტელევიზიაში. რატო რა დაკონკრეტები ბატონო ვაკოს ჩვენს მეგობარს, რომელსაც ახლა ამბავი გააკეთა ორი ბინა და ძალიან ბევრი საშუალება ექნება ჩვენს ნიჭიერ მონაწილეებს საქართველოს მასშტაბით, ვინც მონაწილეობა მიიღო, რომ ორი შანსი უფრო მეტი შანსია ცხოვრების. ამიტომ დიდი მადლობა და არ დაგავიწყდეთ, მალე დამთავრდება სეზონი და ახალი სეზონი დაიწყება ხელფასებზე, თუ ამდენი საშუალება გქონდა, რა ვიცი ხა ხელფასებიც ალბათ რა ვიცი. და ეს მერე რო არ თქვას რომ არ მინახავსო, წერილობითაც მოგართმევ. ნინო, ეხლა ჩვენი საქმეც გავაკეთეთ, რომ რა ვიცი. არა გვაქვს რო იძახი. ორი ბინას რო ატამაშეთ, გენაცვალე რა ვიცი. პატა რა მაინტერესებს ახლა იცი, ვიცი რომ ნინისაც აინტერესებს რა. სად არის რომელ რაიონში ეს ბინები? არა, ბინას არა. სხვა ჩვენთან მიმართებაში აინტერესებს. აბა რა? ინტერესიანი. აი, ჩვენთან რო პირველად იყო სტუმრად. აჰა. ხო და იქო რაღაცებს რო დამპირდითაო.
მე არ მახსოვს რა ზიამო. არც მე არ მახსოვს, თვითონ გამახსენა ორჯერ და მოიცადე ნინი და რამე იყო ისეთ საინტერესო. იყო? რამე შეგფირდი? პარიზის საქმეს. რეფსი ძაკიახება. რას მელაპარაკები. ქუთაისში პარიზში არა თელავში ვერ წავწულვარ გამანებეთა. რას მელაპარაკები? ქუთაისში ჩემი ზაშვი შემოვიდა ვიტირე რა შვები ღვარი გაგა. კარგი. შენ დაბადების დღე როდის გაქვს? 25 ივნისს. 25 ივნისს. რას მელაპარაკები კაცო? მაშინ ესე გავაკეთოთ ჩვენ. 25 ივნისს შენ რამე ხო არ გემთხევა აქ პირდაპირ ეთერი ან ლაივი ან რაღაც? არა. დამთავრებული იქნება. კი. ხო და მე და ჩემმა ძვირფასმა გუნდმა, ჩემ ნიკოლოსთან ერთად და რუსთავიორის იუმორისტულმა გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ შენ 25 ივნისს შენ დედიკოსთან ერთად შეხვდები პარიზში. გილოცავ ჩემო კარგო აუცილებლად ხარდა აი ნახეთ ასე ვთქვათ SMS-ებზე იქნება ხო ეს ყველაფერი და უნდა ამ არაჩვეულებრივ ადამიანს გვერდით დავუდგეთ საერთოდ ამ პროექტს დიდი საშუალება აქვს ჩემო ადამიანების და თვითონ თქვენს ადამიანები რომლებიც უყურებთ და ტელევიზორებთან ბრძანდებით რომ თქვენი სურვილის მიხედვით, თქვენი გადაწყვეტილების მიხედვით ჩაერთოთ ამ პროექტში და ვინც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც მოგწონთ, დააფიქსიროთ, რომ თქვენი აზრი. კი ბატონო, გახდნენ ბინების მფლობელები, ამ ბინის როგორც არის. და მადლობა კიდევ ერთხელ. ინი, შენ კი ჩვენგან ბევრი წარმატება. და 25-ში უეჭველი რო ჩაფრინდები, მე წავალ პარიზში და დაგხვდები აეროპორტში. ერთი თუ ჩამოვადგო. კი ბატონო, მე ახლა ეს ტექნიკური დეტალები დედასთან ერთად გაივლიან ჩვენი პროდიუსერები და მოკლედ ახლა დღეს გვინდა შენ რომ რამე კონკურს გარეშე სიმღერა იმღერო და რა სიმღერა შეგვისურვებ? დღეს გადავწყვიტე რომ ქართული სიმღერა აი, მემღერა და გოგი ცაბაძის გემს ვიმღერებ, რომელსაც ივერი ასრულებდა. აჰა, ძალიან კარგი. გადავრჩით. გადავრჩი საქართველოს მასშტაბით უფრო მარტივია ის საქმე. რატომ გადავრჩი? იმიტომ რომ ხა რამე ამერიკული რო ემღერა, ამერიკის ბილეთები და ვიზას მე ვერ მიდი შეგერეთელი ისევე გემი ჯობია, გემი და კატარი. დაიმახსოვრეთ ეს არაჩვეულებრივი გოგო და უგულშემატკივრეთ. ახლა კი გისმენთ ჩემო კარგო და წარმატებები.